გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დავე. დავრეჭამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის. ფისო ბოტკოველს არ ყოფნის ჯამაგირი, ვერც თვითონ ფისო ყოფნის ჯამაგირს. მეტიც, მან საერთოდ არ იცის რას ნიშნავს ჯამაგირი. მოგესალმებათ ფისო ბოტკოველის თოქ-შოუ ჩურჩულები. დღეს ჩვენთან სტუმრად გადაცემაში მოვიდა სოლი დედა და უბრალოდ უბედური ქალი ნარგიზი. ქალბატონო ნარგიზ, მოგვიყევით დეტალურად თქვენი უბედურების ისტორია. რა მოგიყვე ფისო? ჩემი უბედურება, ჩემი გათხოვების დღიდან დაიწყო. საშინელი უსაზიზღრესი ქვარი შეხვდა. ყველანაირად რაც არსებობდა მორალურად თუ ფიზიკურად მაბცირებდა. რამდენი წელია რაც ერთად ხართ? აი, ზუსტად ზეგ შესრულდება 15 წელი. უი, მართლა? Anniversary გაქვთ? გილოცავთ, მიულოცოთ რა. კარგით, დეტალურად მომიყევით, როგორია ასეთი კაცის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რა გითხრა ჩემო ფისო, ჩემს სახს სახურავი არა აქვს. რამდენიმე წლის წინ ძლიერმა ქალმა რო გადახადა მის მერე კაპიკზე ვაწებებდი, ვაგროვებდი ფულს, მაგრამ რა თქინდა. გავარდებოდა ვაჟბატონი ან კაზინოში მიახარჯავდა, ან ძმაკაცებთან ერთად გასკდებოდა და სვამდა. ბავშვების სწავლის ფულიც გაანიავა ასე მოუხდეს მაგენს დედა. თქვენ ახლა საერთოდ არ ელოდებით, მაგრამ ჩვენთან სტუდიაში მოულოდნელად მოვიდა თქვენი მეუღლე, დემნა. რათა ფარდა აეხადოს ამ ისტორიას და გავიგოთ ყველა დეტალი ქალბატონი ნარგიზის ტანჯვისა. ბატონი დემნა სტუდიაში. გამარჯობა. ბატონო დემნა, რა შესაქმე? ქალბატონო ფისო, მე ახლა თქვენ გისმენდით, სანამ სტუდიაში შემოვიდოდი და რა თქმა უნდა თანახმოვარ ერთ რაღაცას არ უარყოფ, რომ რასაც ნარგიზი ლაპარაკობდა, ყველაფერი არის სრული სიმართლე. ანუ ესე აცხოვრებდით. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ ქალბატონო ფისო, ნუ გამკიცხავთ. ძალიან გთხოვთ, ნუ გამკიცხავთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამდენი ხნის განმავლობაში იყო ფარული კამერა. გამომართი, განქორწინების საბუთია და აი აქ მოვაწერე ხელი. გამომართი, ვილოცავ, გამომართი. ახლა ბედნიერებაა, როგორ არ გინდა მოვაწერე ხელი. ძალიან კარგი, გაბედნიერებაა, ყველაზე გრძელვადიანი კამერა მსოფლიოში 15 წელი დღიდან დღემდე. ბრავო! ბრავო! ერთხელ არმენამ და მერაბამ მიშენება გააკეთეს მეორე სართულზეც, რომელსაც ქვედა მეზობელი ახლა გარაჟად იყენებს. რა არის ეს გამაგებინე? ნოდა რა არის ეს? ორი კვირა გეუბნები, დაანგრიეთ კედელი, კედელი ვერ დაგიგრევიათ. ხალხო აშენებას ხო არ აქვს? მადამჯან, ერთი წამი თქვენ კი არ შეგიძლიათ მარტო ყვირილი, ახლა კარგად მომისმინეთ. ორი კვირა, აი მართლა იწახით. დაანგრიეთ კედელი, სულში, ტუალეტი ორი კვირა რო არ გავაკეთეთ, მაგაზე ხმას რატომ არ იღებთ თვითონ, აჰა? ხალხო, დაანგრევას გთხოვთ კედლის, ხო არ ვითხოვ ამიშენეთ რამე, დამიგრიეთ ეს კედელი. ორი კვირა ვიძახი. მე თავი არ გიყიდა. მე სამწკიდა. არა, მაგრამ ოკეი, გამიგდები. ამ კედლის დამგრევა არ იქნება. და
რატო არა? ზიდი კედელია, სტაიაჩი კედელი, ამას უჭირავთ ყველა, საყრდნობი კედელი. რა საყრდენი კედელი? არა, მერაბ, კარგი ეხლა რა, რაღაცეებში მეც ვერ ყვევი. არ არის ეს საყრდენი კედელი. არ არის კედელი საყრდენი. არ არის ეს საყრდენი, არ არის მეთქი. ვა გიხსნი რა. ვა გიხსენი. აი, როდესაც ძალიან დაღლილები ვართ, აი მე ყრდნობას ვაკეთებთ, აი. ხო რა. აი შევთოს გაცი, მოდი. კაი, ორ კაცს უძლებს იმდენად საყრდენია ეს. ერთი წუთი არ მიდა, მე გამისტრა თავი დილიდან უკვე. არ შემილია მე ამათ თავაპარაკინოდა. მიდი და მე მოვაგვარებ. კაცები დაგტოვე, მე მოვაგვარებ მიხედა. კაცები დაგტოვე. კარგი, დაწნადეთ ეხლა რა. მერაბ. არ მე მომისმინე ხა ერთი წუთი. გავიდა. უიცი. ჩუმა თამბო. ბიჭები ახლა რა ხდება? მოკლედ. ჩემმა ძოლმა არ უნდა კაი. მერაბ, ზედუნ ამოხვალ ერთი წუთი ხა. რავი, უკან დაიწინდა ელაპარაკე რა. ჩემმა ძოლმა არ უნდა გაიგოს იცოდე. ამ კედელში ხამდენი ხანია მუშაობთ რაღაცა საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ. სეკრეტი გეუბნებია. ამ კედელში მერაბ, ნუ მაცოცდები ზედ რა დამაცადა. ამ კედელში მოკლედ არის ოქრო. აბა დაიგინე. ცოტა ჩუმა. რა დავიგინო? ბოზიშვილობა დაიფიცე. მერაბ, კარგი ბოზიშვილობას გეფისები. ჰა, ნახდია? ნახდია, აბა რა ბიჭო, ჩუმა თողო ცოლმა არ გაიგოს მეთქი, გეუბნები ჩემმა ცოლმა თორე გაგიჟდება. მოკლედ, თქვენ ეს კედელი დაანგრიეთ ბიჭებო. ოღონდ ოქრო არ დააზიანოთ იცოდე. ოქრო არ დააზიანოთ. რასაც ვიპოვით, სამივე ვიღობთ თანაბრად. ნარავი, მოსულა. მოსულა, დავაი გეუბნები. ბოზიშვილობას ფისავთ. ეგა. აქაც არ უნდა იყოს, რა არის სპრინტია? მერაბ! მერაბ! რა ბიჭო შეხوار რა გააკეთეთ ბიჭო ეს რა არის რა გააკეთეთ რა გააკ შენ არა თქვი კედელში ოქროაო ჩვენ გოგონა შეგეშალა კედელი აუდეგი და ყველა კედელი დავამტრიეთ რა თუ დააგრეთ ბიჭო ხო არ გაგიჟდით თქვენ უბრალოდ მაგითი გაგიჟდით თქვენ მაგთავს ბიჭო მეორე საკუთია მეორე სადარია მიფიქრეთ მეთქი შენ ყველაფერი პირიფუტალ შეგეშალა თქვა და გოგონა რო იქნებ კორპუსით შეგეშალა წავიდა იქით კორპუსას ანგრევთი სად მეორე კორპუს ოსანგრევს ბიჭო ო იქით არის წამოდი მომაძებნე ბიჭო არ ვიცი დაეთრიე ბიჭო არ ვიცი ვაი გვერდზე სოფელში ცოლებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ აღმოჩენილა, რადგან ყველაფერი ჩუმად და უხმაუროდ კეთდება. არავინ აღარ გვაყურებს, აღარავის აღარ აინტერესებს ჩვენი სოფელი, ჰა? ბოლოს ერთი მითხარი ტურისტი როდის აკავს საკნანახი, ჰა? როდისა? ყაზბეგი სვანეთი გადავსებულია, კაციშვილს ვერ ნახავ აქ. შამთარ წერელებს თუ დაუჯერებთ, არა? ეგ იყო სადღაც მე-11 საუკუნის მიწულა. რა ვიცი, აბა ეგრე ერქვა დიდი თურქობაო თუ რაღაც ტურისტობაო თუ რაღაც. გერიდი. მაინდა ბიჭო, სოფელში მეცნიერები ხო ყავს არა? კი, გვეგულება ერთი ორი წელი. ო, და რაიმე გრანდიოზული მაიფიქრო. ხო. მე მაგარიჩი ჩემზე იყო. ამასობაში კიდე ტელევიზიებს ავეწყვით, რომ აი ეგეთი რამე მოხდა და ჩამოვა და ყველას გააპიარებ ჩვენი სოფელი ყველას ეწოდინება. რა მაგარი იდეა თქვი ტრისტანი, მოვიყვანი ხელ მე შევატყობინებ რამე ისეთი მოიფიქრო. მითი. აი ხელა მივალ. გამოვაგონებინებ რაღაცეებს და გამოვაგონებინები და მოვიტანე ყველაფერი. ჯერო მარიცის ხალხმა ისეთი თქვა. ტრისტანიჩ. შამუშა. გაგახანო ტრისტანიჩ. რა თქმა გამახარო ბაბა. დაების წყალი გამოგონებულია. მოვიდრე ტელევიზია და ჟურნალისტები. გილოცავ. აი არა. არ მავიდა რა. გადაგოგდეს. კაცი შვილი არ მავიდა. ესაო, ისაო და არ გვაინტერესებსო. არავის არ აინტერესებს კაცო ჩვენი სოფელი. აბა რა უკნა ეხლა. კი მეუბნებოდნენ ის ჩვენი ორი მეცნიერი მეუბნე. ის რა ბეხათ უნდა ოქტავების ხსნარი და წყალი. დოლარი იმ ხელაზე არის ავარდნილიო, რომ ხალხ თავის მოკლა უნდაო და ოქტავების წყალი ის რა თუნდაო. რა ისეთი პრაქტიკული უნდა შემოგთავაზო. რავი, აბა მაიფიქრეთ მაშინ კაცო რაღაცა. მე ვერ ყვევ ეგეთ რაღაცაში და უთხარი გამაიგონონ ისეთი რამე რომ ყურადღება მაგვაქვს თქო. აი ეგრე. საყურადღებოდ რომ მიგვიყოს ერმა და საზოგადოება. ხო, ერთხელ თუ არ გამოვიდა, მეორეჯერ მაინც გამოვიდეს იქნება. მიდი აბა.
ტრიტალი, გაგახარო. შამო. დროის მანქანა მოგონებულია უკვე. დროის მანქანა. აი, მოვიდა ტელევიზია და ჟურნალისტები. ყურადღებას ეხაც არ მოგაქცევენ, აი შევერთო. სადა? ადა კიდე რაც გინდა ის უქენ მაგას. სად შევერთო? ადა აგდეთი მაყურებინები ნერვები მეშლება. არავინ არ მოვიდა ისევა. არ გვაინტერესებსო, რა დროის მანქანა, ის დროის მანქანაა. კიდე არ მოვიდა. არა, აცერთ პირველი არხიც კი არ მოვიდა. აბა რა გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ, ტრისტანი. რა გავაკეთოთ ისეთი გელოდი? ყურადღება რომ მაგვაქციო, ჰა? რაღაცა ხო იქნება, კაცო ეგეთი, ჰა? მაიცა შემე მომენტე, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ ტრისტანი. დამომყევი ერთი. აიმე! დავიღუპეთ და იმაინე. ტრისტანი. რა მეთქი არია კაცო? დავიღუპეთ ტრისტანი. ვაიმე, მერტო გიშველე, მერტო, სადაც შემამწრევე კაცო. შეიძლება მოვდი ტელევიზია და ჟურნალისტები გვინდა რომ ყურადღება მივიქციოდო. აი დაიჭვილიც ჩამოვიდა. გერა თვითონ კაცო, ხო გითხარი, არ გინდა ეს გეიპარატი მეთქი, არა მეთქი კაცო, ეხლა რა უკრათა. არადა, ვაიმე, არადა, ის რა კარგად გამომდიოდა ტრისტანი ჩა. აი კარგად აიგავდა. აიმე. ვინც პირველი მოაგროვებს 10 კლიენტის გრება გამარჯვებული და მას გადაეცემა ბაბუაჩემის დატოვებული ოქროს შანდალი. მეორე ადგილზე გასულს კი ადანდალი. რა ხდება? ხალხს ფული გვა გამაზული, თუ აჩხუბებ, თუ აჩხუბებ. ძნაო შერაგინგ ამის სახლი არ იწყეს ბანკი ძაღლყავს მერას მერჩის. აო. სასტუმრო კალიფორნიის მეძავი პატიოსნების სადღეგრძელოზე ოდნავ გაწითლდება ხოლმე. გოგო, ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე. მაშასე ვაცხადებ შეჯიბს. დღეს ერთმანეთს ერკინებიან სოფუნა და თიკო. ცისფერებში თიკო, წითლებში სოფუნა. წითელი რატო არ გაცვია ხალო? რა გინდა შიგნიდან მაცვია? აი მუნკაიძიოტკა. ესე იგი წესების შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული, რომელიც მე ჩამოვაყალიბე. ესე იგი 10, ანუ 10 უნდა მეაღწიოთ. 10 რიცხვს, 10 ციფრი, ესე იგი 1 და 0, ხო იცით? ესე იგი ვინც პირველი მოაგროვებს 10 კლიენტის გრება გამარჯვებული და მას გადაეცემა ბაბუაჩემის დატოვებული ოქროს შანდალი. მეორე ადგილზე გასულს კი ადანდალი. დავიწყეთ, всё, გულემსე. დავაი. შეგანახებ სეირს. მაშასე მოემზადეთ, უკვე შეიძლება კლიენტიც შემოვიდეს. აი ახლა წუთზე ველოდები, დავაი, აბა მინდა კერავს პირველი. წავიდა. გამარჯობათ გოგოებო. პეციკი. გამარჯობათ. გამარჯობა, მივესალმები ბოზროზას და მის კომანდას. გამარჯობა. მედიოგნებავთ. არა იყოს. იცით რაიმე არისტოკრატულს ხო ვერ შემომთავაზებდით? მე ვიქნები შენი ლედი. კი ბატონო, ოღონდ თუ შეიძლება სექსუალურ აქტამდე ფინჯან ჩაიზე რო დაგპატიჟოთ. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არა. კარგით? იქნება? თქვენინება, რა თქმა უნდა. ფინჯანი ჩაი თუ შეიძლება მოგზავნოთ. დიახ, და სარეცხი საპონი თუ შეიძლება. დიდი მადლობა. დიახ. გაგედო, ჰა? მე კი არა იმას გედო არისტოკრატის. სიორამნო, ჯერჯერობით 1-0-ია და იმოქმედე, არ ვიცი მე. ეს კიდე რატო არ ჯანჯღარებს რა? როგორი კუნთიანი ბიჭია. რასაც ესეთ თვალებს, ხო ხედავ მარტო მე ვარ. წამიყვანი არა. ნორმალნა. ერთი თანაბარი რაოდენობით მიდის ჯერჯერობით კონკურსი და ფრეარი. ძალიან კარგი გოგოშკებო, დაიძაბა სიტუაცია და 9-9 და კულმინაციას აღწევს ჩვენი კონკურსი. ერთი კლიენტით და გამარჯვებული გამოვლინდება. ბიჭო, თუ არავინ მევიდა პენლები დაურტყათ ერთმანეთს. პენლები არა ის კიდე, ფეხბურთი კი არ არის. ძიოტკა. მოკლედ რა, ოქროს შანდალი გინდათ, არ გინდათ, მოგინდათ. ხალით, თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. გაგავაკეთო მე. უკვე დაღლილი ვარ. სად არის ეს გოგო კიდე რა? დღეს რატო არ მოვიდა ეს სვეტაჩკა? აგაკი ბიჭო. ვისმენი ახლა. ჩემთან მოდი სამსახურში და ვითომ ჩემი ქმარი არ ხარ, 100 ლარი წამოაყოლე და მოგცემე. ოკეი.
გამიდი და მყერდი გონი ახლა. სატო არ მოვიდა ეს გოგო დღეს. რა ვიცი ერთი. მარჯვენა შემოვდგე აქ ამ შვიდობა. ой, бархатный пришел. შვიდობა კი არა, ვიცი მე შენ რაც კიდე წამოდი. ფული არა მაქვს, ფული არა მაქვს. შენი მათხოვარი თავის ახალ ჯერ. ახლა გადავავლე თვალი და მგონი თქვენ შემოლამაზო გოგო 1 საათით ჩემთვის თუ გეცლებათ რამდენი არის? 100 ლარი გაქვს. აქ არის განაცვლელი 100 ლარი. შენ გეხუთუნ. შევით, ასე გერა 200 რომ მქონდეს იმასაც მოგწონდი. აი რა ენაგა. გილოცა პაცუკა. იძიო. ეინახი ხალო. ისევე ახლობელი თუ გაიკეთებს ამას თუ არა ახლა. იმე მეეთრევა ეს სახში, მეეთრევა და 100 ლარს თუ მოუცვალო ხია. ხალო. ნუკრიაკიმს ისე შეუძლია ბრმანაწლავის ამოჭრა, რომ პაციენტმა საერთოდ ვერ გაიგოს. რა გასაკვირია, ის ხომ ყოფილი კარმანშჩიკია. მინდა მაგარი ნაშა დაგაჯა, ხო? რას ლაპარაკო ბიჭო, ნაშა აგდე? ავაგდე რა, მივაძინე. რას ნიშნავს მიაძინე? ნარკოზი გაუკეთე რა და სალამძინავს. გაჩუნდი შედეგენერატო შენ ბიჭო, გაჩუნდი რომ გამაგიჟე ბიჭო, რა ნარკოზი გაუკეთე, რა ძინავს ბიჭო. როგორ შეიძლება პაციენტს და ექიმს შორის ეგეთი სექსი და რაღაცა წადი ბიჭო, მიხედი ადამიანი შეხوار. რებს ყადრულობ ჰაუს. რებს ყადრულობ, ჰა? მოცა. არ შეიძლება? არ შეიძლება რა თქმა უნდა, ჰაუს, როგორ შეიძლება ჯერ ესეთი ადამიანმა არ იცის რას უკეთებ, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც. ნუ ახლა 5 წუთით ადრე რო გეთქვა, კიდე ხო და ეხლა რაღა აზრია. მიდი ბარემ შეიძლება. წადი ბიჭო, ხო არ გაგიჟდე, შენ არ მინდა მეთქი, წადი, თავი დამანებე, წადი გამოაფხიზდე ადამიანები, ბიჭო, უხერხულია. წადი. კაი, მაშინ თირკმარს მაინც ამოვაჭრი, იმიტომ რომ მეტყვი სადო დამაძინეო ხომ და უთხრა რა. ამოვაჭერი. ხო იცი რომელია რომ ჟუტავს? ეცი ახლა ის კაც პატივი რა. აი, ჩემი კეთილი გულის დედავადი. ეს არ არის ნორმალური რა, ანუ გიჟია რა, დეგენერატი რა, მართლა რა უნდა ელაპარაკო ეხლა იმას. ობძანდი. ამარჯობა. ამარჯობა. აბზანდით, ისმეთ რა ხდება? არა, ვერ დავჭდები ნუკრიაკი. რატომ რა ხდება ესეთი რა გაწუხებ? ცუდი ამბავი შემემთხა. აუ, რა იყო დოლარში ხო რა იღეს ეს? ამე ხო. აბა? რა მოხდა? მეზობელი შემიყვარდა. აუ. მერე? არიცი გათხოვილია ეს მეზობელი და. აუ, კარგი, დაჯექით შემო. არა, დამაჯენს, არ მინდა არაფერი. გათხოვილი ეგ უარესი კაცო, მერითი გიშველო. რა არიცი უარესი კიდე რომ ეს მეზობელი არის ქმარი მისი თვითონ ჩემი. ანუ ქმარიც მეზობელია. ქმარიც მეზობელია. რას ლაპარაკო ჩემო კარგო, საიდან ახლა სასტიკია ეს იყო დაბზანდი ჩემო. უარესი ჩემ დაუბედურა. გიშველო ჩემო კარგო რა. ახალგაზრდობაში ამისმა ქმარმა ნუკრიაკიმო ადამარჩინა სიკვდილს რა. მისმის თქვა. ესეთი. ასაპირეთ ახლა. რა ვიცი, ამ გოგოსაც ხართ ახლა იმ ადამიანთან როგორ შეიძლება ახლა. იმ გოგოსაც მოწონა ნუკრიაკიმო. აუ. ეს მეზობლის ცოლიც თანახმა რა, ურთიერთობაზე თანახმა. საშინელება რა შეიძლება ეს? ასაპირეთ ახლა, ასაპირეთ ესე რომ. რა ვიცი, ხა მე რომ მასთან ეგ გავაკეთო ახლა და სექსი მქონდეს ამ მეზობლის ცოლთან, თან მეზობელთან. ამისათვის მე უნდა გადავაბიჯო ადამიანობას. რა თქმა უნდა. კაცობას. არა, აბა, ასლაპ. პატიოსნებას. ღირსებას, მეობას. არ გამოვა. კაცობას და ვაშკაცობას და გაგებას და თუ კი ამდენ რამეს გადავაბიჯე ნუკრიაკიმო. თუ კი ამ ხელა რისკზე წავედი. რამე ამ ხსნები მომეცი ისეთი რომ ბუხი დავატრიალო ხამე აი მტალი ხამე ხარივით და კუტანივით გავიდე და გამოვიდე то чаме აი კეთილი ჩამე და მოვდივარ ეგრეთ წოდებული გუგები ადრე მალხაზები იყვნენ. ის ცნობილი ლექსიც სწორედ მათცია დაწერილი. ბიჭოვი სიხარ მალხაზი დაურჩი დედაშენსაო. ზემოთხსენებული ამონარიდი უფრო ზემოთხსენებული ლექსიდან ადასტურებს რომ ჩვენი გუგა დედიკოს ბიჭია. თან სხვისი დედიკოს ბიჭი.
ოი, მენა უკაპიკოთ ვარ, სანჩი ესე რა ვაკეთოთ? მაუ სემიჩკის ფულიც არა მაქვს. ო, შენ არაფერი არ დაგჭამ რა. ვაფსე, შეჩი მაზერო, განოლებული ვარდო. აუ, ბიჭო, რაღაც დანაზოგი რო გქონდათ, მაუ შენ ხო აგროვებდი რაღაცას, თო რაღაც წლის ბოლოს და რა უყავი მაგას. გუში, მაგრამ მომშივდა, შეჩება და ხაჭაპური ვიყიდე და ლიმონათი. ო, კაი, რა ძმაო, რა ხაჭაპური ლიმონათი, მე უშენოდ ჩემთან აზოგს არ დავხარჯავდი, ბრა, და შენ რატო დახარჯეთო? ბიჭო, რა მექნა მსიო და შეჩება მარტო ვიყავ, რა გამეგებები. ბიჭო, ძახლები, თო. ძახლები, ვაიმე. ერთი წავე, მოდი აქა ბიჭო, სხვა რაღაც სხვა ძახლებზე გეუნ. ეხა დავები, ბიჭო, რა ზაგური გამიხედი, ბიჭო. სანჩიკ, მაგარი იდეა, მაგისიმ, რა გავაკეთოთ, იცი? შენც ხო ყავს ზაღი. ხო, მეც ყავს, ბიჭო, და ჩვენი ძაღლები ჩამოიყვანოთ ეს ტიპების ძაღლები, დავითრიოთ უბანი, შევკრივოთ სიმონ და დაიწყება გამასვები რა. და დავითრიოთ სიმონ ხალხი და მაზაობაში ჩვენთან ძაღლები ხო დადიან და იმათ ვაჩვენებთ. ხო, და ამათ ძაღლებს ჩვენები უეჭველი დაჭამე და ჩვენ ძაღლებზე ჩვენ შევაგდოთ მაყუთი. წამო, ბრა. აიცა, დავა. ბიჭო, იცი ვისი ძაღლები ბიჭო, რა ხდება? თუ ხავს ფული გვარ გამაზული, თუ აჩხუბებ, ძმაო, შენ რა გინდა? ამის სახლი არ იწყეს ბანძი ძაღლი ყავს მერას მერჩის, აო. ვის გავს, ბიჭო, ბანძი ძაღლი? რას გაიზაღლი, ძმა? ამას შეხედე, დამიწირე რა. აუ, დამიწირე ერთი წამი, დამიწირე. მოდი აქ, ბიჭო. საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს ინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული გაენქება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული გაენქება გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავა პრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავა